მოგესალმებით მეგობრებო, მე გიორგი გაბუნია ვარ, ეს კი ჩემი საკუთარი არხია. დღეს უნდა ვილაპარაკო ძალიან მაგარ თემაზე, მაგარა კარგ თემაზე, ისეთი რომ ვიღიმებ ამ თემაზე სალაპარაკო და კარგი თემაა. რა 2026 წელი დაიწყო? ყველაფერი რო შეიცვალა ამ ლიგაში, აი ეს ყველაფერი. ლიგა 1-0, ლიგა 1 დარჩა ისე. ლიგა 1-ში ყველაზე მაგარი PSG-ია და იქნება და არის კიდევ. ლა ლიგაში რო ბარსა, მადრიდი და ის იყო, რა ქვია, ატლეტიკო, წინა სეზონში. ეხლა არის ბარსა, რეალი და ვილიარეალი. რავი, ლა ლიგა კიდე რა არის, ლიგა 1 ბუნდესლიგაში ყველაზე მაგარი გუნდი ბაიერნია და ლევერკუზენი და დორტმუნდი. მარტო ლიგისგან მივისა, რა ქვია, ბუნდესლიგის ის არ ვიცი კარგად მდგომარეობა რა როგორია და ყველაფერი შეიცვალა თითქმის რა, არეულია, ვიღაცა უფრო კარგ ფორმაშია, ვიღაც მაგარი გუნდი აღარა ისეთ კარგ ფორმაში როგორც წინა სეზონში იყო და ასე შემდეგ. და ეხლა ბოლო გემრიელი ლუკა, რომელიც არის პრემიერ ლიგა. პრემიერ ლიგაში რა მოხდა? არ ვიცი. პრემიერ ლიგას დაიმართა რაღაცა თუ ეს გუნდები შეიცვალოთ? აი ხალხო, აგრამდეს. არ ვიცი. აი ხალხო, აი ეს გუნდი. ვინმე იფიქრებდა წინასწელს რომ ეს გუნდი მოიგებდა ჯერჯერობით 4 თამაშს ზედის. ვინმე იფიქრებდა? და არსენალს და ლივერპულს რომ მოუგებდა, ვინმე იფიქრებდა? მარს იმ ტიპის სახელი ხო ვერ დავიმახსოვრე კაც რა ქვია იმის. ერთი სახლის ხელათმები რო აქვს და ერთ თამაშს რომ მოიგებს მანჩესტერი და რომ და შეიძრას. მოკლედ, არ ვიცი რა ვთქვა ამაზე. იმიტომ ხმელი სახელის ხო ვერ დავიმახსოვრე. მოვიდა და დაღლილები რო ვიყავით წაგებებით. ეხა დავიღალით. დაღლილები ვარ ძალიან. 2 მოგებებით. 4 თამაში მოვიგეთ ზედის, 4 თამაში. 4. და ეხა მე-500-ს ვუღებ. ოღონდ ამ 4-ში ისი ვინები შედის? არსენალი, ლივერპული, ტოტენჰემი, ასე შემდეგ. რა ვიცი, აბა, ყველაზე მაგარი გუნდი როა არსენალი. ლივერპულს ვიცი რომ მოუგეთ, მაგრამ არსენალს არ მახსოვს კარგად. მგონი არსენალის ვისაც მოგებული აქვს მანჩესტერს. არ ვიცი. ხო, არსენალის ვისაც მოგებული აქვს ამ სეზონში მანჩესტერს. ტოტენჰემს დღეს მოუგო, ლივერპულს მოუგო. ტოტენჰემი ვთქვი. რა ვიცი, ფულემზე აღარ ვლაპარაკობ და იმაზე აღარ ვლაპარაკობ. რა ვესტჰემთან ვარ თამაში, მაგაზე აღარ ვლაპარაკობ. ლივერპულს და იმას რომ მოუგებ და პრემიერ ლიგას რო შეხედავ, ფლეშკორზე რო შეხვალ ან რაღაცაზე რო შეხვალ და რო შეხედავ, რომ ის არის, რა ქვია, ლივერპული მე-6 ადგილას არის და მანჩესტერი უცდებს ლივერპულს 2 ადგილი და მე-4 ადგილზეა ის არის, რა ქვია, მანჩესტერი, არ ვიცი რა. ლა ლიგა კიდე ხო, რა ვიცი. ბარსელონას მაგარი გუნდია ძალიან, კარგად თამაშობს. ბარსელონა უფრო დაუბრუნდა იმას, რაც იყო გვარდიოლას დროს, ლუის ენრიკეს დროს, როცა ეს მწვრთნელები იყვნენ. არ ვიცი, ბარსელონას ძალიან ბევრი შეუძლია და აკეთებს ამ ბევრს. მე ბარსელონას ფანის ვარ, ძალიან მიყვარს ბარსელონა. აი ეს და ბარსელონას ფორმა იქით მინდას, აი ეს 2 გუნდი არის, რომელიც გიждები და ძალიან მიყვარს. ძალიან მიყვარს. მანჩესტერი და ბარსელონა. ბარსელონასაც ის გულშემატკივრობდა მანჩესტერსაც და ბარსელონას და მანჩესტერის თამაში რო იყოს, არ ვუყურებ. იცი რატო არ ვუყურებ? იმიტომ რომ იმან რო გოლი გაიტანოს, იმის მეწყინება და იმან რო გოლი გაიტანოს, იმის მეწყინება. ამიტომ არც მე ვნახავ ანგარიშს. ვაფშე დავიკიდებ რა. ვაფშე არ მივახსენ ყურადღებას ბარსელონა მოიგებს მანჩესტერი, იმიტომ რომ ორივე გუნდი ჩემთვის არის ძალიან მაგარი გუნდი და რა თქმა უნდა, ამის დერბებსაც ვუყურებ და ბარსელონას დერბებსაც ვუყურებ, მაგრამ
ბარსელონას და მანჩესტერს არ ვუყურებ. ოღონდ შეგნებულად არ ვუყურებ. იმიტომ კი არა რომ არ მაინტერესებს. როგორ არ მაინტერესებს, მაგრამ შეგნებულად არ ვუყურებ, იმიტომ რომ რამდენი გოლის გავა სულ რაღაცა მეწყინება, რომ ამას გაუტანოს გოლი, ამას გაუტანოს გოლი, ამას გაუტანოს და ამიტომ შეგნებულად არ ვუყურებ. ამ თამაშს სპეციალურად არ ვუყურებ ამ თამაშს. აი, რეალზე რა ვთქვა? რეალს ყოჩახ რა. ალბასეტესთან რო წააგებ, ალბასეტესთან. და რავი, ჩაბი ალონსო რო ყავდა და რო გაუშვებდა ვიღაც ალ-ჰილალიდან თუ საიდანღაც რო ვიღაც იმას მოიყვანა, ქვია, არბეოლა, რა ქვია გას. ხო, არბეოლა თქვა, მაგის სახელი დამავიზა. მწვრთნელების სახელს რო იმახსოვრებ, ვერასდროს ერთი მახსოვს ბარსელონას მწვრთნელი, ისა ჰანსი ფლიკი, იმიტომ რომ სულ მაგას გულშემატკივრობდი და სულ ბარსელონას გულშემატკივრობდი და ბარსელონას რამდენი ფეხბურთელი ყავს, ზეპირაძის ბავშვების გარდა ვინების ყავს, ანუ არ ვიცი. ისა ვიღაც ახალი ბავშვები მოვიდნენ, ვინ შეიძლება მერე უკვე მესის დონეზე ითამაშოს. ლამინ იამალი, ანუ იამალს ცოტა თავში აქვს ავარდნილი ამ იამალს და არა, ძალიან მაგარი ფეხბურთელია კაცო. ძალიან მაგარია ამას. ბარსელონას ფანის ამბობს და ყველას ამბობს, რეალის ფანის ამბობს და რა ვიცი, ყველა ამბობს. მაგრამ ბარსელონას ფანი ამბობს და ხვდები რომ ძალიან თავში აქვს ავარდნილი და არ ვიცი, აი კარლს არა აქვს ავარდნილი ბაიერნში რო თამაშობს. კარლს კიდე შეუძლია რაღაცა გააკეთოს. იმის მიუხედავად რომ მაგის თამაში ერთხელაც არ მაქვს ნანახი. ბუნდესლიგის თამაშებს მარტო აი ბუდუ რომეო ასება, იმიტომ ვუყურებ ვიღაც ჰაიდენჰაიმის თამაშს. და არ ვიცი რა, ანუ მარტო შემიძლია ვუყურებ მანჩესტერის თამაშს, ბარსელონას თამაშს და ვინც ქართველები ეს კვარცხელია, ბუდუ, ქოჩორა, რომელიც მაგრამ ევასება კიტე მიქაუტაზე კაცო, ზურიკოს არ ჩვენებენ მეორე ლიგაში, რატო არ ჩვენებენ, არ ვიცი. მამარდა ძალიან ამოვარდნილია ფორმიდან რა. ანუ არ ვიცი, ეხლა რომ ამბობენ რომ ბეშიქტაშში შეიძლება წავიდეს და წავიდეს. დიდი სიამოვნებით წავიდეს, იმიტომ რომ ბეშიქტაში ათამაშებენ და ეხლა 26 მარტს 2 წელი რო ხდება ევროპის ჩემპიონატის გასვლის და მამარდას გამო შეიძლება წავაგოთ. იმიტომ რომ მამარდა არის უთამაშებელი, არ უთამაშია და საერთოდ არაფერი არ უქნია და ეხლა ბეშიქტაში რო წავიდეს, ბეშიქტაში მაგაზე კარგი არავინ არ ეყოლება, ხო და არის იზოლებული ეს ბეშიქტაში და თავდასხმაში მამარდა იყოს დაწვაში და ნახევარდაწვაში კარებში რა თქმა უნდა. მაგაზე კარგი არავინ არ ყავს ბეშიქტაში და ლივერპულის ყველა მაგარი მაგაზია, ნუ არნე სლოტი ესე ფიქრობს რომ ალისონი მაგაზე მაგარია, მაგრამ მე იმას კი არ ვამბობ რომ ალისონი ბანზია მეთქი. ალისონს არნე სლოტი მე ვიცი როგორც ფიქრობს კი არა მივხვდი როგორც ფიქრობს რომ სულ ალისონი არის ლივერპულის ლეგენდა და სულ ფორმაში იყოს მაინც მაგას დააყენებს რა. ანუ იმიტომ რომ ის ალისონია და ალისონ ბეკერია რა და მაგასა გაკეთებული ძალიან ბევრი ლივერპულისთვის და რა ვიცი, ძალიან ბევრი ისტორია აქვს დაწერილი ლივერპულისთვის და რა ვიცი, კიდე რა ვთქვა რა, ანუ არნე სლოტისთვის ალისონ ბეკერი მამარდას ვერ შეედრება. რა შეცდომებიც აქვს მამარდას დაშვებული ამხანაგურებში პირველი ორი თამაში რო ქონდა მილანთან და ვიღაცასთან მან დრო შეცდომები აქვს დაშვებული ისა ძალიან მაგარი ბურთები აქვს აღებული კაცო. ჰალანდია და პენალი რო არ ქონდა სეზონში გაფუჭებული და მამარდამ რო აუღო, მაგაზე აღარ ვლაპარაკობ, ხო? ანუ ძალიან მაგარი მეკარეა და მამარდა შეუძლია რომ მალე ალისონ ბეკერს გადაუწყოს, მაგრამ ამისთვის თამაში უნდა ხვდები? და ჯერ ადრე იყო რა მამარდას ლივერპული და აი ბეშიქტაში რო თავს გამოიჩენს, მერე ვიღაცამ კიდე უნდა იყიდოს ან მილანმა, ან ინტერმა, ან ვინმე ეგეთმა, ვისაც ძალიან მაგარი მეკარე არ ყავს, მაგრამ დიდი გუნდია. დიდი გუნდ რას მესახი ხარ? ბარსელონა და რეალი არაა, მაგრამ არ ძალიან პატარა გუნდია, ანუ ინტერი, მილანი და მერე წავა ბარსელონაში, ატლეტიკოში და ვილიარეალში.
მოკლედ, ძალიან დიდი რაღაცებია დატრიალებული ამ სეზონში და მე ძალიან მომწონს რა. ძალიან მაგარია. შეგახსენებთ, რომ 26 მარტს 2 წელი რო გავა, რაც ევროპის ჩემპიონატზე გავედით, ხვდებით ისრაელს ამხანაგურ მატჩში. ბილეთების გაყიდვა როდის დაიწყება, არ ვიცი და ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ ძალიან მინდა წასვლა და ეგრევე რომ ამოიყიდოს, რომ ისინი ვინერვიულებ, რომ რა ვიცი. და მოკლედ რა, თუ რამე სიახლე იქნება კიდე შეგატყობინებთ. მე კიდე გთხოვთ, გამოიწეროთ ჩემი არხი და ლაიქოთ ვიდეო და ხო რა. მოკლედ მადლობა. დიდი მადლობა რომ მიყურა ეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნება ჩემთვის, რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი არხი და მე უფრო კარგ და საინტერესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ. მადლობა ნახვამდის.